იუსტიციის სამინისტროში სტაჟირების საერთაშორისო პროგრამა იწყება. ევროპისა და ამერიკის 10 წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტები საზაფხულო სტაჟირებით იუსტიციის სამინისტროში ერთი თვით ჩამოვიდნენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კონკურსისა და ონლაინ ინტერვიუების საფუძველზე 50-მდე კონკურსანტიდან 10 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა. სტუდენტები გაიცნობიან იუსტიციის სახლში მიმდინარე რეფორმებს, სტაჟირების დასასრულს საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ სტატიებს მოამზადებენ. საერთაშორისო სტუდენტების სტაჟირების პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება. სამომავლოდ იუსტიციის სამინისტრო ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთანაც თანამშრომლობას გეგმავს. ის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ 10 სტუდენტი ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ეს ადამიანები მთელი 4 კვირის განმავლობაში იმუშავებენ სამინისტროში უშუალოდ და მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებში ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რეფორმის მიმართულებებზე, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. ჩამოვედი საქართველოში, რათა დავესწრო იუსტიციის სახლში მიმდინარე ინოვაციურ რეფორმებს. ერთი თვის განმავლობაში გავეცნობი იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პროცესს. ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა ჩემთვის, რასაც საქართველოს იუსტიციის სახლში მივიღებ.